ერთი წელია ერთადია. სუმასთან მინდა. ყველაზე დიდ სიამოვნებას ის მომიწევს. მისი ხმის გაგონებამ სიამოვნებს. ძალიან ლამაზია. მამაკაცური გადაგვაწე. მიყვარს. მეც მიყვარს. Gotta get that boom boom boom, gotta get that boom boom boom, gotta get that boom boom boom, gotta get that boom boom boom. ბაჩიდანინი ცდილობენ თავისუფალი დრო მოტოციკლებს დაუთმონ. შეკრება ბაჩის სახელოსნოში ხდება, სადაც მოტოციკლებს ამოწმებენ და ქალაქიდან გასასვლელად ემზადებიან. მათი მოტოციკლები ერთმანეთისგან შესაძლებლობებით განსხვავდება, თუმცა ორივე აღიარებს, რომ ეს საკმაოდ დიდი სიამოვნებაა. საკმარისია რომ ერთხელ მაინც გასინჯო ამ მოტოციკლეთის გემო და გაიარო და თუ სისწრაფე გიყვარს და გიზიდავს ექსტრემალი არ არსებობს რომ არ შეგიყვარდეს და დამოკიდებულება საერთოდ გესვლება. ბაჩიმ უკვე ორჯერ მოიგო საქართველოში გამართული შეჯიბრი 200 მეტრიან დისტანციაზე და ცალი თვალით მოტოციკლეთის მართვაშიც ორჯერ გახდა გამარჯვებული. მისი პირველი მოტოციკლი ორსიჩქარიანი მინი იყო, რომელიც 13 წლის ასაკში 80 ლარად შეიძინა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ბაჩიმ მოტოციკლები გამოცვალა და შედეგების გაუმჯობესებაც დაიწყო. მახსოვს სადაც 300-მდე განავითარე, Honda მყავდა CBR 1000-იანი. და რო გადმოვედი უბრალოდ აი 280-ის მერე ჩემ თავს აღარ ვეკუთვნები რა. თუ ბაჩი ქალაქში სხვადასხვა ტრიუკებს ასრულებს და მაღალ სიჩქარეებს ანვითარებს, ნინისთვის მოტოციკლი გადაადგილების ყველაზე მოხერხებული საშუალებაა. ყველაზე მაგარი ტრანსპორტი ქალაქში გადასაადგილებლად, ყველაზე ეკონომიურია და ყველაზე სიამოვნოა მოძრაობის პროცესი. ამაზე ჩქარა ვერსად ვერ მიხვალ, პრობლემები შეიძლება არ არსებობს, გასაჩერებელ ადგილზე ფიქრი არ გიწევს და რა ვიცი, ამაზე უკეთესი ვარიანტი არ შეიძლება იყოს. არსებობს აზრი, რომ მოტოციკლი ძალიან სახიფათოა და შეჯახების შემთხვევაში მძღოლი განწირულია. სტატისტიკის თანახმად კი კარგად ეკიპირებული მოტოციკლის მძღოლი შეჯახებისას 70% უფრო დაცულია ვიდრე მანქანის მძღოლი. როგორც ბაჩი ამბობს, მოტოციკლი ძვირი სიამოვნებაა, მისი ფასი $2000-დან იწყება და $30000-მდე ადის. ყველაზე კარგი მოტოციკლეტი ის არის, რომელსაც ყველაზე კარგად შემფლობ და რომელსაც ყველაზე კარგად კომფორტულად გრძნობ თავს, ყველაზე კარგად მართავ. Gotta get that boom boom boom, gotta get that boom boom boom, gotta get that boom boom boom, gotta get that boom boom. როგორც პროფესიონალები ამბობენ, მოტოციკლეტით მოძრაობისას ადრენალინი საკმაოდ მაღალია. მე მოტოციკლეტის დარება არ ვიცი და ვეცდები მგზავრის ამპლუაში გამოცდა და ეს შეგრძნები. Next level visual shit, I got that